ქართული ოცნება მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში მათი შეფასებით შეურაცხმყოფელ მოსაზრებებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის, როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, სარჩელი დაეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა. კრიტიკას, რომელსაც ქართულ ოცნებაში ტერორს უწოდებენ, კირცხალიას მტკიცებით უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების და რიგ შემთხვევაში პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობის მიერაა წახალისებული. მას საჩევრის ადრესატები არ დაუსახელებია და თქვა, რომ ისინი მედიას თვითონ გამოეხმაურებიან, როგორც კი უწყება მიუვათ. ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული. სიძულვილის ენა იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერის სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას. რამაც როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება. შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილი ენის კამპანიის საპასუხოდ ვიწყებთ სამართლებრივ დავას და საჩევრით მიმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლით ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული სტუდენტებს ლიკა ლორთქიფანიძეს, თათი აფრიამაშვილს და აქტივისტ ალბი კორწაიას. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ ლაშხისა და თია წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა დავით მათიკაშვილმა სარჩელი შეიტანა კიდევ ერთი მოქალაქის ლექსო სამხარაძის წინააღმდეგაც.